მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ცნობილ სასახლეში, რომელიც დიდმა ქველმოქმედმა დავით სარაჯიშვილმა ააშენა და იმის შემდეგ, რაც საქართველოში მოხდა გადატრიალება დავით სარაჯიშვილმა და შემდეგ მემკვიდრემ ამ სასახლისა ხოშტარიამ უანდერძეს ეს სასახლე ქართველ მწერლებს. ვიმყოფებით აი ამ შესანიშნავ დარბაზში, საიდანაც მე ვბედავ და დაინტერესებულ ადამიანებს, ჩემთვის ძვირფას მაყურებლებს და მსმენელთ ვუამბობ ქართული ლიტერატურის ისტორიის შესახებ. კერძოდ 12 სერიანი ფილმი მიზანს ისახავს უჩვენოთ კითხველს, მსმენელს თუ რა როლი შეასრულა ქართულმა მწერლობამ საქართველოს გადარჩენის საქმეში. როგორ რანდა და აწრთო მან ქართული სული, რომ ჩვენი მეობა და ეროვნული მენტალიტეტი შეგვენარჩუნებინა. წინა ფილმში გიამბეთ საქართველოს იმ უძველესი პერიოდის შესახებ, როცა ლიტერატურისთვის და საერთოდ სახელმწიფოსთვის ბნელი ღამე იდგა, მაგრამ ქართულმა მწერლობამ მაინც მოახერხა თავისი წონადი სიტყვის თქმა და დღევანდელ ფილმს ერქმევა რომანტიზმი. მაშ ასე დამთავრდა მონღოლების ეპოქა. ისე როგორც თავრდება საერთოდ იმპერიათა ბედი, იმპერიებისა, რომელთაც მიზნად აქვს დასახული სხვა ქვეყნების დაპყრობა და ამით შესრულება იმ სურვილისა, რასაც ქვია ახალი სახელმწიფოს შეკონწიწება. თუმცა ისტორიამ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა იმპერიათა ბედი. ადრე თუ გვიან აუცილებლად, როგორც ხელოვნური სახელმწიფოებრივი შენაერთი, ესა თუ ის იმპერია დაინგრევა. აი, ჩვენ მოვედით უკვე იმ პერიოდზე, როცა გადავიდა შუა საუკუნეთა მძიმე ასწლეული და საქართველოში დადგა არანაკლებ ძნელი ვითარება. საქართველოს სახელმწიფოებრიობა დასუსტებულია და შეიძლება ითქვას, რომ თითქმის მოშლილია. საქართველოს პატარ-პატარა კუთხეები ერთ დროს, რომ ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს წარმოადგენდნენ დავით აღმაშენებლის და თამარის ეპოქაში, ერთმანეთის მხარდამხარ იდგნენ და იცავდნენ საქართველოს მიწა-წყალს, ცალ-ცალკე წასულა. შექმნილია სამთავროები, სამთავროებს თავისი პატარა მთავრები და მთავრებს კი არა, ისინი მეფეებს უწოდებენ თავიანთ თავს. ერეკლე მეფე, რომელიც ცდილობს ამ თითქმის დაშლილი სახელმწიფოს გაერთიანებას, იქნებს ხმალს განუწყვეტლივ, დღედაღამე არ ზინავს საქართველოსთვის თავდადებულ ამ გმირ მეფეს, მაგრამ ჟამი თავისას შვება, ვითარება თავისას შვება, დაიღალა ერეკლე ხმლის ქნევით და ბოლოს სიბერეში მან მიიღო ვინც იქნებ მისდაუნებურად, მაგრამ ისი არა, რომ საქართველოს ამ გონიერ მეფეს ბევრი არ ეფიქრა ამ ნაბიჯზე. მიიღო გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა საქართველოს სფინქსის გამოცანის ერთგვარ ახსნას. რა პოზიცია უნდა დაეჭირა ჩვენს ქვეყანას ირანსა, ოსმალეთსა და რუსეთს შორის. ერეკლემ, რომელმაც კარგად იცოდა ვითარება თავისი ქვეყნისა, კარგად იცოდა პატარა ქვეყნების ბედი, საერთოდ
ამ მეკობრულ სოფლიოში გადაწყვიტა ეს დავა რუსეთის სასარგებლოდ. სტალინმა ერეკლე მეფის გადაწყვეტილებას უწოდა ნაკლები ბოროტება. ბოროტება იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ შედარებით ნაკლები, იმიტომ რომ ერეკლე მეფეს სხვა გზა არ ჰქონდაო. მას ხელში შემოეძარცვა სამეფო. დაიბრიყვეს ქვეყანა და თავთავისთვის წიწილაქეს არა მარტო ირანმა და ოსმალეთმა, არამედ საქართველოს ტურამელიებივით შემოესივნენ ჩრდილოეთ კავკასიელი პატარ-პატარა ტომები. ზოგი მათგანი საქართველოს მიმართ მტრულად არ იყო თავიდანვე განწყობილი, მაგრამ მოგეხსენებათ უპატრონო ეკლესიის ამბავი, უცებ მოახსენებენ ხოლმე ერეკლე მეფეს არიქა ყვარელს, არიქა თელავს, არიქა სხვადასხვა ადგილებს ქართლში დაეცნენ მტრებიო, ამხედრდებოდა რა დროს მიყელეს ამ წუნკლებმაო იტყო და გაიქცეოდა და იქნებდა ხმალს თავის ზოგიერთ ფრიად სახელოვან ომში და ზოგჯერ მისთვის სრულიად წამგებიან ბრძოლაში. მაგრამ უნდა იცოდეთ ძვირფასო მეგობრებო, რომ ერეკლე მეფის ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ტკივნეული იყო ქვეყნისათვის. ამის შესახებ მე ქვემოთ მოგახსენებთ, მაგრამ ახლა ერთ ისტორიულ ფაქტზე შევჩერდები. პაატა ბატონიშვილმა, ერეკლე მეფის ბიძამ, რომელმაც გაიგო პეტერბურგში ერეკლეს ჩანაფიქრის შესახებ, რომ მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს ფაქტიურად ქვეშემდგომულ მდგომარეობაში, მაგრამ არა ისე როგორც მოხდა, როგორც ეს რუსეთის იმპერატორთა სურვილი იყო მიერთებინა საქართველო რუსეთისათვის, გამოიარა ფრიად ძნელი გზა. თქვენ უნდა იცოდეთ, რა იყო მიზეზი ქართული სამეფო გვარის წარმომადგენლების რუსეთში, პეტერბურგში, მოსკოვში და სხვაგან ყოფნისა. საკმაოდ სპიერნი აღმოჩნდნენ რუსეთის იმპერატორები და მათ მიიღეს ზომები, რომ საქართველოში ერთმეფობა, ბაგრატიონთა დინასტია აღარ აღმდგარიყო და იმპერიის სხვადასხვა კუთხეში დაქსაქსეს სამეფო გვარის წარმომადგენლები. აი პაატა ბატონიშვილი ერთ-ერთი წარმომადგენელია სამეფო გვარისა, იგი პეტერბურგშია. ოღონდ ისე, რომ უფლება არ აქვთ საქართველოში დაბრუნებისა სამეფო გვარის წარმომადგენლებს. გამოიარა მან პოლონეთის გზა, ჩრდილოეთის მხარე, ჩამოაღწია ჩრდილოეთ კავკასიიდან ძლივს საქართველოში, მოვიდა ერეკლე გაიხარა თავისი დიდი ხნის უნახავი ბიძის ნახვით და იქამდეც კი რომ მას თბილისის მოურაობა უბოძა, მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. პაატა ბატონიშვილს თავისი სურვილი აქვს, მას გუმანი არ ღალატობს, ჯერ სიტყვიერად ცდილობს შეაცვლევინოს აზრი ერეკლეს, მაგრამ რომ შეატყობს ერეკლე მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი რუსეთთან დამეგობრება, ბრჭყალებში ვამბობ ამ სიტყვას, საქართველოსი. პაატა ბატონიშვილი შეუერთდა მარკოზაშვილის ეგრეთ წოდებულ ავად სახსენებელ დარბაზს. რა თქმა უნდა, როგორც ყოველი შეთქმულება, იმიტომ რომ საქართველოს დამსმენები ისე როგორც ახლა და ქვენ გამხედვარნი მაშინაც არ აკლდა, გაცემული იქნა მარკოზაშვილის დარბაზი, განრისხებულმა ერეკლემ შეიპყრო შეთქმულნი და მათ შორის თავისი ღვიძლი ბიძაც. პაატა ბატონიშვილს სიკვდილი მიუსაჯეს, ხოლო სხვები დაპატიმრებულნი სხვადასხვა ფორმით დასაჯეს. ჯერ პაატა ბატონიშვილის ამბავი ერეკლემ რომ საკუთარი ბიძა გასწირა, შეაძწუნებს თელ საქართველოს
სოლომონ ლიონიძე და კიდევ რამდენიმე დიდგვაროვანი ეახნენ მეფეს, რომ შეაცვლევინონ აზრი პაატა ბატონიშვილის სიკვდილით დასჯის შესახებ. მეფე მოლბა ცოტა არ იყოს, ბიძის სინდრომაც არანაკლები როლი შეასრულა და კარგიო გავესაუბრები მეო. თუ ნანობს თავის დანაშაულს და შეინანიებს და პატიებას მთხოვსო, შეიძლება ვაპატიო. და შედის ტყვე ბიძასთან, პაატა ბატონიშვილთან საქართველოს მეფე ერეკლე მეორე. მათ შორის ხანგრძლივი საუბარი იმართება. ერეკლე მაინც თავის აზრზეა და რაიმე სათხოვარი ხომ არ გაქვს ჩემთან ბიძავ, ეკითხება ბოლოს. რა სათხოვარი პაატამ უთხრა? სათხოვრისთვის შენ ახარ მოსული მეფეო. შენ მოხვედი ჩემთან, შენს ბიძასთან იმისათვის, რომ პატიება მთხოვო. როცა შენი ბრძანებით ხვალმე სიკვდილით დამშიანო. ერეკლეს თვალები ცრემლით აევსო, წამოდგა. მხარზე დაადო ხელი თავის ბიძას და უსიტყვოდ გავიდა. მეორე დღეს მსჯავრდებულნი უნდა დასაჯონ. ერეკლე მეფის განკარგულებით მარკოს ზაშვილის დარბაზის წევრებს ზოგს ყური მოაჭრეს, ზოგს ცხვირი, ზოგს კოჭი ამოუგდეს, ზოგს ცალიფეხი მოაჭრეს, ზოგს ცალის ხელი მტევანში და ზოგს კიდევ მკლავი მთლიანად. ამასობაში მოგროვდა თბილისი მეტეხის ქვემოთ მოედანზე. ახლოვდება პაატა ბატონიშვილის დასჯის დრო. თქვენ წარმოიდგინეთ, არ გამოცხადდა ჯალათი, საღირა, რომელმაც თავი უნდა მოჰკვეთოს ერეკლე მეფის ბიძას. აბა სად არის? კითხულობენ. ჯალათმა უნდა შეასრულოს ერეკლეს ბრძანება. ამ დროს მოიჩქარიან ამ ადგილისაგან სოლომონ ლეონიძე, მეფის საჯული და სხვანი და მოაქვთ მეფის განკარგულება. ეპატიოს პაატა ბატონიშვილს. შემოგრიალდნენ ცხენები მოედანზე და პაატა ბატონიშვილის მოჭრილი თავი უკვე მის სხეულთან იქვე ედო. ერთმა მეტი ჩარმა თავადმა იჩქარა, რა კი არ გამოცხადდა ჯალათი, მე აღვასრულებ ერეკლე მეფის ბრძანებასო და მას რომ არ ევალებოდა ისე, თავი მოჰკვეთა პაატა ბატონიშვილს. ვერ მიუსწრო პატიებამ საქართველოს ამ ერთ შვენიერ ჭირისუფალს. ერეკლე მეფე 2 დღე თავისი სამყოფლოდან არ გამოსულა, ეს რომ შეიტყო. მერე იმ მკვლელ თავადზე, რომლის სახელიც მე არ მინდა ეხლა თქვენთან ვახსენო, შური იძლია. მისი სამთავრო გააუქმა და ნახევარი სახელმწიფოს საკუთრებად გამოაცხადა. ასეთი ბედი ჰქონდა, რაც დოკუმენტით გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატის სახით. მერე ამას მოყვა წერილი სპარსეთის შაჰისა, რომელიც წერს ერეკლეს, ცოტა დაფიქრდი, რას ჩადიხარ, ჩვენ და საქართველოს მრავალ საუკუნოვან ძმობას და მეგობრობას ერთბაშად წყალში ნუ გადაყრიბ. იცოდე, რუსი გიღალატებს საჭიროების შემთხვევაში შენ რუსი არ დაგეხმარება. ერეკლემ არც ეს წერილი იღო ყურად, იმდენად ჰქონდა მას გადაწყვეტილი ისტორიული ბედი საქართველოსი და გამოცდის პერიოდიც მალე დადგა რუსეთის ერთგულებისა. სპარსეთმა აღა მაჰმად-ხანის სარდლობით 1795 წელს შეუტია საქართველოს. მე აღარ გავაგზავნებ სიტყვას ამ ბრძოლის პერიპეტიებზე. იცით თქვენ, ძლივს გამოიყვანეს ბრძოლის ველიდან მოხუცი ერეკლე, რომელსაც მხარმკლავი თავისი ჯაჭვის პერანგი და მუზარადი სისხლში ჰქონდა გასვლილი
და რომ არ მოეკლათ განარიდეს იგი ბრძოლის ველს, ხოლო ბრძოლა ვინც ის როგორ დამთავრდებოდა, რომ გამცემი აქაც არ აღმოჩენილიყო. აღა მაჰმად-ხანს შეატყობინეს, რომ ერეკლეს ჰქონდა 41 ზარბაზანი და მხოლოდ 5 მეზარბაზნე ჰყავდა. თითქმის გაქცეული მტერი უკან შემოbrunდა და საქართველოს სამარცხვინოდ დამარცხდა. სად იყო მაშინ ერთმორწმუნე დამხმარე რუსეთი, რისიც ძალიან ჟეროდა ერეკლე მეფეს. რუსეთი საქართველოს არ დაეხმარა. არადა ეს დახმარება მას უკვე ევალებოდა გიორგიევსკის ტრაქტატის სახით. ყოტლებენი გამოუგზავნა ლოთი გერმანელი გენერალი დასახმარებლად და თითქოს და ასეთი დავალება მისცა რუსის იმპერატორმა. იმ იმპერატორმა, რომელმაც სამეგრელოს მთავარი 1 წელი ალოდინა პეტერბურგში და არ მიიღო. რუსეთთან საქართველოს შეერთების გეგმა მთლიანად ერეკლეს არ ეკუთვნოდა. უფრო ადრე დაიწყო ეს იდეა კახეთში, მერე ქართლიც აყვა. ბოლოს იმერეთი ჯერ კიდევ დგას დამოუკიდებლად, იმიტომ რომ იმერეთში ქუთაისში კერძოდ თურქების ხედან უქიმერიონის ციხეში. ტოტლებელმა გამოიარა მთელი აღმოსავლეთ საქართველო, ჩამოვიდა ქუთაისში, შეხვდა სოლომონს და დათქვეს გეგმა, რომ მეორე დღეს ტოტლებენი შეუტევდა უქიმერიონის ციხეს. აქაც აღმოჩნდა სტოვარი. მან შეატყობინა თურქებს, რომ მოდის რუსის ჯარი და ცუდ დღეში ჩავარდებითო. როცა მეორე დღეს ტოტლებენმა თავისი არტილერიით უქიმერიონის ციხე დაანგრია, მიუხედავად იმისა, რომ თეთრი დროშები იყო გადმოფენილი ამ ციხეზე, ტოტლებენმა სროლა არ შეწყვიტა და მე ქუთაისში გაზრდილი კაცი ჩემი ბავშვობის დროს აგერა 60-იან წლებშიც კი პოულობდი ტოტლებენის მიერ ნასროლ ჰილზებს უქიმერიონის ციხის მახლობლად ბალახებში. არიქა ესენი ბაგრატის ტაძარსაც დამინგრევენო და ყელგამოღადრით ევედრა ტოტლებენს სოლომონ მეფემ, შეწყვიტე ბრძოლა, უკვე თურქები აღარ არიან მე მგონი ციხეში, თეთრი დროშები გადმოფინესო. მივიდნენ, მართლაც არც ერთი თურქი არ იყო და თურქებთან ერთად ამ უქიმერიონიდან წაღებული იყო ტოტლებელი, რომ ასე ძალიან გულით ელოდებოდა ის აურაცხელი ოქრო ვერცხლი, რაც მოიპოვეს თურქებმა თავიანთი მოთარეშე ბრძოლების დროს. და ერთი რამ მოხდა საინტერესო, ტოტლებენი გაბრაზებული იმით, რომ მან ალაფი საკმარისი ვერ დაიმარტო ხელა, იმპერატორს წერს წერილს, არც ერთი ქართველი სანდო არ არის. მე მგონი სოლომონმა შეატყობინა თურქებს, მე რომ იერიშს ვიწყებდი და თურქებმა ღამით ციხე დატოვესო. გატრიალდა ტოტლებენი, დაუმშვიდობებლად დატოვა იმერეთი და წავიდა. ახლა სოლომონი სამეფო დარბაზის ხტომას ატარებს. ეს შეიძლება ბევრი თქვენთაგანისთვის არ იყოს ცნობილი, რასაც მე მოგახსენებთ ახლა, მაგრამ ისტორიული ფაქტი გახლავთ. სოლომონ მეფე ბრძანებს. 100 წელზე მეტი იყვნენ უქიმერიონის ციხეში დაბანაკებული თურქები და საერთოდ დამყრობელი რომ მოდის პირველ რიგში მიაშურეს ხოლმე ციხეს, რომ იქ გამაგრდეს, რათა თავდასხმისაგან მაინც ასე თუ ისე იყვნენ დაცულნი. ამიტომო სოლომონ პირველმა თქვა, მე ბრძანებ, ხვალიდან დაიწყეთ დანგრევა უქიმერიონის ციხის, შორაპნის ციხის, ზესტაფონის ციხის და გეგუთის ციხისო. ეს თავზარდამცემი იყო იქ დიდებულებისთვის. მეფე ჭკუიდან ხომ არ შეიშალა, რას ამბობსო, მაგრამ მეფე მიცოდა, რასაც ამბობდა.
ახლა მოვლენ რუსები, ახლა ისინი გამაგდებიან უქიმერიონში და ჩვენ 100 წელი კიდევ შორიდან უნდა უმზიროთ დამპყრობლებს, როგორ იპარპაშებენ ისინი ქართულ ციხეებშიო. ამიტომ ჯობია ეს ბუდეები მტრისთვის გასამაგრებელი, ჩვენ მაინც არაფერში გვარგია, მოვშალოთ იმერეთში და საქართველოში საერთოდო. და ეხს აღსრულდა. ასე რომ ნაწილი უქიმერიონის, ზესტაფონის, გეგუთის, შორაპნის ციხეებისა ქართველებმა დავანგრიეთ. აი, ასე ძნელად მკვიდრდება საქართველოში, ჩემო ძვირფასებო, ის ნანატრი ბრჭყალებში ვამბობ ისევ თავისუფლება, რაც რუსეთმა უნდა მოუტანოს საქართველოს და როცა 1801 წელს რუსეთის იმპერატორმა გააუქმა საქართველოში ერთმეფობა, გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია და როცა სიონის ტაძარში ქართველები მოიწვიეს თავადაზნაურობა უპირველეს ყოვლისა, რომ რუსეთთან მეგობრობაზე დაეფიცებინათ ქართველნი და ამით გამოცხადდა საქართველოში სამეფო ხელისუფლება ფაქტიურად მანამდეც გაუქმებული იყო, მაგრამ ქვეყანა გამოცხადდა ორ გუბერნიად, თბილისის და ქუთაისის გუბერნიებად და ქართულ თავადაზნაურობაში უპირველეს ყოვლისა ქართულ ინტელიგენციაში და ინტელიგენცია მაშინ რა თქმა უნდა არ ერქვა, მაგრამ თავადაზნაურობის დიდი ნაწილი წერდა, ზოგი ლექსიკონს ადგენდა, ზოგი ლექსებს წერდა, ზოგი დღიურებს და იყო ასეთი ფართო გაშლილი ოღონდ სევდიანი საქმიანობა. ეს სევდა მოიტანა საქართველოს თავისუფლების განსყიდვამ. თქვენ წარმოიდგინეთ, განწყობილება ძლიერდება რუსეთის საწინააღმდეგო, აჯანყება 1804 წელს დაწყებული კიდევ და კიდევ ახალი აჯანყებით იცვლება. 1832 წელს შეთქმულება მოხდა რუსეთის წინააღმდეგ. ეს შეთქმულება გასცა კიდევ ერთი გამცემელი იასე ფალავანდიშვილმა. მეტეხის ციხეში აღმოჩნდნენ შეთქმულნი და მათ შორის თვით იმპერატორის ნათლული ალექსანდრე ჭავჭავაძეც კი, გრიგოლ ორბელიანიც, მართალია ესენი დიდხანს არ იყვნენ პატიმრები, მაგრამ ამით რუსეთმა აჩვენა თავისი შეკრული მუშტი საქართველოს. ერთი სიტყვით საქართველოსში დამკვიდრებულმა ნოსტალგიამ ერთ დროს ძლიერ საქართველოზე ნელ-ნელა გავრცელება პოვა ლიტერატურაში და აი მოდის ალექსანდრე ჭავჭავაძე, თითქოს გენერალ ადიუტანტი და რუსეთის ჯარში შესული კაცი, მაგრამ ჩახედეთ მის ლექსებს და ნახავთ, ვისაც გსურთ ჩემთა ამბავთა ცნობა, იხილეთ ჭირში ფლობილს, მიხილეთ ვით მაქვს ურვა და თმობა, წყრომისგან გულშეპყრობილს, მას ჭრეთ პატიმრად, ვის მონებს გული, მისთვის გლახ განწირული, მაქვს მწუხარება ზედაზე რთული, მარად მეახვლის წყლული. მას ჭრეთ პატიმრათო, თავის სამშობლოზე ამბობს ალექსანდრე ჭავჭავაძე, რომელსაც თითქოს მდგომარეობა არც თუ პატარა აქვს ახალ საქართველოში, მაგრამ არადუღირს ეს მდგომარეობა, რადგანაც საქართველოს დიდება დაიშრიტა და აი დიდი ნარკვევი ალექსანდრე ჭავჭავაძისა მიწერილი, გაგზავნილი რუსეთის იმპერატორისადმი. საქართველოს დიდებისგან ჩრდილიც აღარ დარჩა. თვითნებობენ რუსი მოხელენი. გაძარცვეს კახეთი, გაძარცვეს ქართლი. უმძიმეს მდგომარეობაშია იმერეთიო და ნაწილ-ნაწილ, სტრიქონ, სურათ უჩვენებს ამ დიდ ნარკვევში საქართველოს გაუბედურებას ალექსანდრე ჭავჭავაძე. მეორე პოეტი უდგას გვერდით, ისიც დიდი თანამდებობის ეგრეთ წოდებული რუსი სამხედრო მოხელეა, მაგრამ საქართველოს ასევე გულგანგმირული, სევდიანი, გულგასენილი ჭირისუფალი. როცა იგი წერს პოემას ლხინი ერევნის მახლობლად, ანუ სადღეგრძელო ჩამოთვლის მოკლე შეკუმშულ საქართველოს ისტორიას,
საქართველოს დიდების სურათებს უჩვენებს მკითხველს, რომ მოაგონოს ერთხელ კიდევ, რანი ვიყავით ჩვენ და რა შეგვეძლო, დაწყებული ჩვენი მეფეებიდან, ჩვენი გმირებით დამთავრებული გოდება ისმის, სადღეგრძელო კი არა, სინამდვილეში გოდება, თორემ რა უნდა ქართლის ერევნის სიახლოვეს და ბოლოს იმით დამთავრდება მისი დიდი სამხედრო კარიერა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში გუბერნატორად ძალიან დიდი თანამდებობის პირად მოგვევლინება. სხვათა შორის 9 ტომად გამოვიდა გრიგოლ ორბელიანის ეპისტოლარული მემკვიდრეობა. მიწერილი წერილები თავისი ძმების მიმართ, თავისი მეგობრების მიმართ. ამ წერილებში რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის საგულისხმო. მე 9 ტომი წავიკითხე და ერთმა ამბავმა გამაოცა. საქართველოს დიდებული პოეტი გრიგოლ ორბელიანი თავის პირად წერილებში არც ერთ სიტყვას არ ამბობს ლიტერატურაზე, პოეზიაზე, თავის შემოქმედებაზე. არც ერთ სიტყვას არ ამბობს, მე არ ვიცი, ახლა ასე იმდენად აკრძალული ქონდა თავისუფალი სიტყვის თქმა თავის პირად წერილებში მაინც თუ რა ის წერს, რომ აი მე პირდებიან ამ თანამდებობას, იქ უნდა გადავიდე. ეხლა თქვენ რას მირჩევთ, ოჯახის წევრებს ეუბნება, მას ცოლი არ ყოლია, მაგრამ თავის ძმებს და ახლობლებს წერს და თქვენ წარმოიდგინეთ, იქამდეც კი, რომ ცხენი დამიბერდა და იქნებ შემირჩიოთ მან კარგი ცხენი, მე ეხლა ხელფას ავიღებ და გადავიხდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ასე გამართლებული იყო ერეკლ მეფის წუხილი თავისი ჩინოსანი თანამემამულეების მიმართ. ჩვენ უჩინონი, თქვენ ჩინიანთა ბუზად გონივართ წუხს ილია ჭავჭავაძე. მაგრამ ეს ქვემოთ ახლა კიდევ მესამე ჭუნვარე პოეტი, რომელმაც მთელი თავით გადაასწრო ალექსანდრე ჭავჭავაძეს, გრიგოლ ორბელიანს და სხვა რომანტიკოსებს და შექმნა საოცარი პოეზია, რომლითაც იგი სრულიად ახალი რომანტიზმით, თავისი მსოფლიო სევდით, თავისი ძლიერი დაუოკებელი სულის მოძრაობით მერანში რომ ასე ღონივრად გაცხადდა, გადაასწრებს ქართული ლიტერატურის არაერთ იმდროინდელ მოღვაწეს და ბაირონის, ჩაილდ ჰაროლდის გვერდით დააყენებს თავის მერანს. მანამდე მისი კოჭლობა, რის გამოც იგი სამხედრო სამსახურში ვერ შედის და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამსახური იმდროინდელი თავადაზნაურთა შვილებისა რუსის ჯარში შესვლა გახდათ. ეს მიზანი ჰქონდა ახალგაზრდა ყრმა ნიკოლოზ ბარათაშვილსაც, ეს ვერ აისრულა, მაგრამ იმას კი მიაღწია, რომ ჩინოვნიკად ეწყობა განჯაში გუბერნატორის ერთ-ერთ თანაშემწედ, იქ დაასრულებს თავის სევდიან სიცოცხლეს, ისე რომ მისი ბრწყინვალე ლექსები თითქმის ნაკლებად არის ცნობილი, რომ მისი შეძახილი იმდროინდელი საქართველოს მიმართ ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება. კი, ცოტა მხარი დაუჭირა ერეკლეს გადაწყვეტილებას ერთ ლექსში და ნიკოლოზ ბარათაშვილი ცდილობს ამოხტეს თავისი გულიდან, რომ ქროლვა მისი მერანისა გადაცდეს ამ საშინელ სინამდვილეს, ამ ყოფას და შეერიოს იმ მაღალ მწვერვალებს, მაღალ ქიმერებს, საიდანაც ამოება წუთი სოფლისა, სწორედ რომ ამაოებად მოჩანს ბრძოლისკენ, მოქმედებისკენ მოწოდება ჩანს, სწორედ ნიკოლოზ ბარათაშვილის ამ დიდებულ ლექსში. მაგრამ მანამდე ბედი ქართლისა დიდებული პოემა ნიკოლოზ ბარათაშვილმა თითქმის ყრმამ დაწერა და იგი ასევე ყრმად დარჩა ახალგაზრდა ჭაბუკად სულ 28 წელი იცოცხლა. იცი მეფეო, სოლომონ საჯული ეუბნება ერეკლე მეფეს, რომე ივერნი იქნებიან რუსთ ხელთ ბედნიერნი, ჯერ სამაგისო რა გვემართება, რომ განვისყიდოთ თავისუფლებაო. წუხს პოემა ბედი ქართლისა
აქ მინიშნებული ზუსტად არის, რომ ერეკლე მეფე იქნებ, ვინც ის თლათ მართალი არ იყოს თავის გადაწყვეტილებაშივე, მაგრამ ისტორიული ფაქტი და სინამდვილე კი აი ამას გვიჩვენებს. დიდი ხანია გულს ირაკლისას გადუწყვეტია ბედი ქართლისა, წუხს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით წუხს ნიკოლოზ ბარათაშვილი. აი ამით იხურება ერთი დიდი ფურცელი ქართული რომანტიზმისა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ უცხოეთიდან შემოსული ეს ლიტერატურული იზმი საქართველოსაც გამოივლის ქართველი ერის სურვილი წონასწორობის გარეშე არ დარჩენილა რომანტიზმი, ხოლო რომანტიზმში კი თავისი ელფერი და საერთოდ საოცრად დიდი გამანათებელი და გამამწყინებელი ელფერი შეიტანა ნიკოლოზ ბარათაშვილმა. დღეს ეს ვიკმაროთ, გმადლობთ ყურადღებისთვის. ჩვენი შემდეგი ფილმი შეეხება თერგდალეულებს. იმ თერგდალეულებს, ვისი იდეებიც დღესაც ასულდგმულებს საქართველოს.